გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. რა გზაელის PSG-ს ჩემპიონთა ლიგაზე და ხუჩას ტრავმა. რას წერენ ქართველ ფეხბურთელზე? ხოლო ჩვენ ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე არ დაიზარო არხის გამოწერა, რადგან ეს სულ რაღაც 2 წამის საქმეა. ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ყველას მადლობას იხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. ტორინო გაცვლაზე მუშაობს. კორიერე დელო სპორტის საზონოზე წერს. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა ფიორენტინაში გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა კორიერე დელო სპორტი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ტორინოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე იების 26 წლის მცველი ლუკა რანიერია, რომლის სანაცვლოდაც ტურინული კლუბი მზადაა, რომ ფლორენციელებს რამდენიმე ფეხბურთელი შესთავაზოს. იტალიური გამოცემა კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. აგენტმა რანიერი რამდენიმე კლუბს, მათ შორის ტორინო შესთავაზა. ფიორენტინა მის სანაცვლოდ 8-დან 10 მილიონ ევროს ითხოვს. ხარები კი მათ ფეხბურთელების გაცვლას თავაზობს. ასეთ შემთხვევაში კი ფლორენციაში საბა საზონოვი და კრისტიანო ბირაკი გადაბარგდებიან, წერს გამოცემა. ხოლო როგორც ცნობილია, საბა საზონოვი ტორინოს თავკაცის მარკო ბარონის გეგმებში არ შედის და ტურინულ კლუბს სურს, რომ ქართველ მცველს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაემშვიდობოს, ვინაიდან ზაფხულში საბა თავისუფალი აგენტი ხდება. გოგლიჩიძე ვოტფორდში გადასვლას ანახლოსა, რა ხდება საბას თავს? ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა საბა გოგლიჩიძის მომავლის შესახებ. ქართველ უკანახაზელს უდინეზედან წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დიმარსიომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელა. მისი ინფორმაციით 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელი იჯარის წესით ვოტფორდში გადადის. მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და ყველაფერი მალე დასრულდება. მე კი შეგახსენებთ, რომ საბა უდინეზეს 2025 წელს ემპოლიდან შეუერთდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და მეტი სათამაშო დროის მისაღებად ვოტფორდში ამიტომ უშვებენ. კოჩორაშვილი და სელტა ესპანური მედია გიორგის შესახებ წერს. ახალი არავისთვის არ არის, რომ კოჩორაშვილის სპორტინგში სათამაშო დრო არ ეძლევა და მისი წასვლის შესახებ ბევრი იწერება. ბოლო პერიოდში ქართველ ნახევარმცველს ლევანტეს უკავშირებდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ ესპანური გამოცემა მოიცელესტე წერს, რომ სელტა კოჩორაშვილის ვარიანტს აქტიურად განიხილავს. გიორგი კოჩორაშვილი კვლავ მოხვდა სელტას ინტერესთა არეალში. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც კლუბი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად განიხილავს. ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ მცირე ინტერესს ეხება. კოჩორაშვილი ესპანურ ფეხბურთში გამოცდილ მოთამაშედ ითვლება. კარიერა ჟირონას აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც ითამაშა პარალადაში, ლევანტე B-ში, კასტელონში და შემდეგ ლევანტეს პირველ გუნდში, სადაც სეგუნდა დივიზიონში გამორჩეული თამაში აჩვენა. გასულ ზაფხულს მან პორტუგალიური გრანდის სპორტინგის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მისი ტრანსფერი სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ლისაბონურ კლუბში კოჩორაშვილს სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა. ჩემპიონატში მან მხოლოდ 475 წუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 62 წუთი ითამაშა. მე კი შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კოჩორაშვილმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 საგოლე პასი შეასრულა. ამიტომ აშკარაა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის მან სპორტინგი უნდა დატოვოს, თუნდაც იჯარის წესით. საუკეთესო ბომბარდირი ბრუნდება. ფრანგული მედია ზურიკოზე წერს. როგორც მოგეხსენება, ტრავმის გამო ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენის ბოლო 2 მატჩი გამოტოვა. ფრანგული მედია კი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ზურიკო სათამაშოდ მზად არის. სამშაბათს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ზურიკო დავითაშვილი ვარჯიშზე დაბრუნდა. მის გარეშე სენტ-ეტიენის შეტევას ბრწყინვალება აკლდა. ლუკას ტასინი თანდათან იბრუნებს რიტმს, თუმცა გოლების რაოდენობა სექტემბრის შემდეგ 4-ზეა გაჩერებული. ხოლო 8 გოლით დავითაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ ამ ლიგის დონეზე კონკურენციის გაწევა შეუძლია. მოულოდნელობების გარეშე სენტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე ბულონის წინააღმდეგ შეხვედრაში თავის საუკეთესო ბომბარდირს დაიბრუნებს. ხოლო ქართველის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ორგანიზებული და კომპაქტური მეტოქის წინააღმდეგ. წერია გამოცემაში. ცნობისთვის დავითაშვილის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და მთავარ ბომბარდირს მაფუტას 2 გოლით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნიუკასლს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ამით კი ლუის ენრიკეს გუნდი პირველ 8 გუნდში ვერ მოხვდა. ასევე ცნობილია, თუ ვინ შეიძლება იყოს პარი სენ-ჟერმენის მეტოქე პლეი-აუთში. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი წილის ყრის შედეგად მონაკოს ან ყარაბაღს დაუპირისპირდება. ხოლო საინტერესო ის გახლავთ, რომ თუ PSG მერვედ ფინალში გაბარად საკმაოდ რეალურია, მათი მეტოქე ჩელსი ან ბარსელონა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეების მონაკო ან ყარაბაღი არიან და ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბარსას მერვედ ფინალში მეორე წყვილის გამარჯვებული დაუპირისპირდეს. ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა წილის ყრა გაარკვევს. თუმცა ყველაზე საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ მატჩის 23 წუთზე კვარაცხელიამ კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ხუჩას კოჭი ძალიან ცუდად ჩაყვა, რის შემდეგაც მას დახმარება დასჭირდა, რათა მოედანი დაეტოვებინა. ხოლო თუ რა სიმძიმისაა ხუჩას ტრავმა, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ენრიკემ გააკეთა. გუნდის თამაში
გუნდში? დღეს მისი არასწორად შეფასება ძალიან ადვილია, თუმცა ვფიქრობ სიტუაციას თავი ნორმალურად გავართვით. მიმაჩნია რომ დღეს მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს მარტივი არ იყო. ნიუკასლი მეოთხე კალათის გუნდია, ეს დაუჯერებელია. ყველა ეს გუნდი ჩვენთვის რთული მეტოქეა. გრძნობ რომ ჩვენ ჯგუფში თამაში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ეს საუკეთესო მომზადებაა პლეი-ოფისთვის და შემდეგი ეტაპებისთვის. ტრამვების მხრივ საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. დღეს კიდევ ერთი მოთამაშე გამოგვაკლდა, კვარა და დიახ, დაზიანება სერიოზული ჩანს, მაგრამ იმედი მაქვს ვცდები და ხვალ კარგი სიახლეები გვექნება, განაცხადა ენრიკე. ასევე ხუჩას დაზიანებასთან დაკავშირებით კომენტარი პარის სენ-ჟერმენისა და ნიუკასლის ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრის პანკრატმა გააკეთა. ის გუნდის საკვანძო ფიგურა. ზუსტი დიაგნოზისთვის ლოდინია საჭირო, თუმცა განმეორებით კადრებში კარგად ჩანს, რომ კოჭი საკმაოდ უხერხულად გადაუბრუნდა. მირჩევნია ოპტიმისტად დავრჩე. თუ საქმე მხოლოდ ერთ ან ორ კვირას ეხება, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ერთი თვით ან მეტიც ჩამოშორება უკვე მტკივნეული იქნება. კვარაცხელიას აქვს ატიპური ტექნიკური თამაშის სტილი, რომელსაც გარდა ტეხის შეტანა შეუძლია. დეზირე დუე რაღაც ითქავს მას, თუმცა ხუჩას უფრო დიდი ხედვა აქვს ვიდრე სხვებს და მუდმივი მოძრაობით დააბნიოს მეტოქის დაცვა, რაც სივრცეებს განაპირა მცველებსაც უთავისუფლებს. ამიტომ ის არ ყოფნა პარიზელთა შეტევებს შეაფერხებს, თუმცა გუნდს სხვა იარაღებიც მოეპოვება, განაცხადა პანკრატი. აღსანიშნავია, რომ ხუჩას დაზიანება ენტონი ელანგამ მიაყენა, რომელსაც პარიზელი კომაგების სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაუწყდნენ. ელანგამ გუნდის ლიდერი დაგვიტრავმა. არ ვიცი ხუჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ. არ შეიძლება ისე სახიფათო ვარდნაზე წასვლა, როგორიც მან გააკეთა. კვარას ტრავმა ახლა ნამდვილად არ გვჭირდებოდა. ელანგას ამქმედებაზე მხოლოდ ყვითელი ბარათი? ხუჩა ისე დაიმტვრა, რომ თამაშის საგრძელებაც ვეღარ მოახერხა. უნდა დაფიქრდე, როცა ამას აკეთებ. პირველი ტაიმი რომ არ ყოფილიყო, ელანგას აუცილებლად გააგდებდნენ. ასეთი ქმედება არ შეიძლება, წერენ პარიზელები. რეალის მძიმე მარცხი, რა მოხდა გასახდელში? როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალმა მორიგი მარცხი განიცადა და ბენფიკას წინააღმდეგ 4-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბენფიკას მეკარემ ბოლო წამებზე რეალს გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა. ამ ამბავზე კი რა თქმა უნდა დიდხანს ილაპარაკებენ. ანატოლი ტრუბინმა ისტორიული გოლით ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა. ამ წაგებით კი რეალ საქმე გაურთულდა, რადგან 8 საუკეთესო გუნდში ადგილი დაკარგა. ხოლო ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინ მადრიდის რეალის გასახდელში არეულობა იყო. გუნდი გასახდელში მალევე შევიდა. ტიბო კურტუა კი თანაგუნდელებს პორტუგალიაში ჩასულ კომაგებთან მისვლას და მადლობის გადახდას სთხოვდა. ამის პარალელურად კილიან მბაპე ძალიან გაღიზიანებული იყო და ყვიროდა შემდეგ ფრაზებს. სირცხვილია, სირცხვილია, ეს დიდი სირცხვილია. გარდა ამისა, აღსანიშნავია არდა გიულერის გაღიზიანება, რომელიც მოედანზევე აპროტესტებდა ალვარო arbeloas გადაწყვეტილებას მის შესვლასთან დაკავშირებით. ამიტომ ფაქტია, რომ გუნდში სიტუაცია არეულია, რაც ფეხბურთელების ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ამ ეტაპზე კი ნათლად ჩავს, რომ გუნდის მთავარი პრობლემა ჩაბი ალონსო არ იყო. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.